Ანუნა აბსოლუტურად სწორი ხართ. დავიწყებ გუშინ ჩვენს საბურთალოს ოფისთან განვითარებული მოვლენებით. იქ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა ჩვენს აქტივთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა რეგიონში და როგორც ჩანს ეს ინფორმაცია მათ ჰქონდათ და სპეციალურად მივიდნენ იქ როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, მაგრამ თავიდანვე მოხდა შეიძლება ითქვას მათი განიარაღება. თქვენ წარმოიდგინეთ რომ გარდა ცივი იარაღისა, რომელიც გამოჩნდა იქ აი ამ ჯაჯგურში დაუვარდათ ძირს ერთ-ერთ წარმომადგენელს, მათ ჰქონდათ ქვები და ამ ხას ისროდნენ და წარმოიდგინეთ უბრალოდ რომ ცივი იარაღით და უბრალოდ თავში მოხვდეს ადამიანს რა ტიპის მოვლენასთან გვაქვს ხო საქმე და საერთოდ რა არის ეს ყველაფერი იქ საბაბუაძე იმყოფებოდა რამაზ მანდარიას დაშავებული აქვს ასე ვთქვათ აი ამ რაღაცა სახის მიდამოებში ტრამვა აქვს როგორც ყველა სხვა შემთხვევაში მოხდა ისინი სახეს როგორც ჩანს განსაკუთრებით ეტანებიან ადამიანებისა და რაც თქვენ ჩამოთვალეთ ხო ბოლო პერიოდში ამაზრზენი და უმძიმესი შემთხვევა რაც გახარიასთან დაკავშირებით მოხდა ზვიად ქორიძე ჩემი მეგობარი რომელთანაც საუბარი მე მქონდა და ის შვიდი პიროვნება აი წარმოუდგენელია უბრალოდ ამდენი წელიწადი ზვიად ქორიძეს იცნობს ქართული საზოგადოება და შეუძლებელია რომ ზვიადი ან თვითონ რამე კონფლიქტში ჩაერთოს ან პროვოკაციასაც კი აყვეს, იმიტომ რომ მას აქვს უდიდესი გამოცდილება ამ თვალსაზრისით. ამიტომ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა სადღაც შეიძლება გამოიწვიეს, ხომ? აქ არის ლაპარაკი აბსოლუტურად დაგეგმილ, გეგმაზომიერ პროცესთან, რაც მზია ამაღლობელის შემთხვევაში იყო და აი ის მძიმე კადრები რაც ჩვენ ვნახეთ არავინ არ ვიცით მე არ ვიცი როგორ მოვიქცევი ესეთ შემთხვევაში როდესაც პოლიციელი განსაკუთრებით ვინც უნდა გიცავდეს შენს და საერთოდ უნდა იცავდეს საზოგადოებრივ წესრიგს ის აყენებს უდიდეს და უმძიმეს შეურაცხყოფას ადამიანებს იმ ადამიანებს რომელთაც მათი იმედი უნდა კონდეთ და როცა რაღაცა შემთხვევა ხდება პოლიციას ვიძახებთ ხო და სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ეს რეალი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. გუშინაც პოლიციამ არანაირი როლი არ შეასრულა, ის ნივთმტკიცებაც კი არ იქნა ამოღებული და დაფიქსირებული. სახელები, გვარები ყველასი ცნობილია, იმიტომ რომ ეს ადამიანები სოციალურ ქსელს მოიხმარნენ და არა მარტო ჩვენ შემთხვევაში, ხო, სხვა ბევრ შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ ადამიანები დაუსჯელად დადიან. ასე იყო თქვენი ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ თავდასხმის, დაუნდობელი თავდასხმის შემთხვევაში და რომელი ერთი ვთქვათ. ჯამურად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია აი ასე დავინახოთ სურათი, რომ იყო პირველი ტალღა პროტესტის პირველი ეტაპი შეიძლება ითქვას, როდესაც ხელისუფლება ძალიან მძიმე დარბევებით, ცემით, დაპატიმრებებით პასუხობდა ამ ყველაფერს მომწამლელი გაზით და ასე შემდგომ. შემდგომ გაჩერდა ხო რაღაც ეს პერიოდი, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ აი ამ პირველმა ეტაპმა უმწვავესი რეაქცია მოიყოლა საერთაშორისო საზოგადოებაში, მაშინ გახდა აქტუალური სანქციების თემა, მაშინ გახდა აქტუალური პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გამოშვების თემა და მაშინ გაჩნდა პირველად ახალი არჩევნების ჩანიშვნის თემაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან, ხო? და ნაცვლად იმისა, რომ ქართულ ოცნებას შეეფასებინა ეს პირველი ეტაპი რაღაცნაირად შექმნილი ვითარებისა და გამოეტანა დასკვნა აქედან, რომ შეუქცევადია კრიზისი და ამ კრიზისიდან თავის დაღწევა მხოლოდ და მხოლოდ არის შესაძლებელი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნით. კრიზისი, რომელიც საპარლამენტო დემოკრატიებში იქნება, ყველა შემთხვევაში დემოკრატიულ სამყაროში ახალი არჩევნებით გვარდება. ჩვენ გადავედით საპარლამენტო მოწყობაზე, საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოვადგენთ, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგენთ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, სადაც არც კონსტიტუცია, არც კრიზისის განმუხტვის ლეგალური და რაციონალური გზები აბსოლუტურად არ არსებობს და უგულებელია. ქალბატონ ფიქრი, აი როდესაც საუბრობთ ძალადობაზე, არ ვიცი რამდენად სწორია ახლა ზოგადად ქართული ოცნების ქმედებებში რაიმე
რაციონალიზმი ვეძებოთ, მაგრამ აი ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა მიზანი მაინც დავინახო, რამეს თუ იტყვიან ან რამეს თუ გააკეთებენ, რომ აი რაზე შეიძლება ეს ყოფილიყო გათვლილი. აი კრიზისში ხარ ამდენი ხანია, ხომ? აი ქართული ოცნების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, აქციაზე ვნახეთ, აი მართლა წარმოუდგენელი ძალადობა და არავინ არ დაგისჭია ფორმალურადაც კი ამ დრომდე თავდამსხმელებს გულისხმობ, მათ შორის რომლებიც სასიკვდილოდ იმეტებდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს და ამის პარალელურად აგრძელებ რას, რომ აი უსაფრთხები გახარიას, მიდიხარ ლელოსოფისთან, აკავებ აი აბსურდული მიზეზით ზია ამახლობელს, ხომ? მსახიობებს და ასე შემდეგ. აი ამას რატო შეიძლება აკეთებდე? რა შეიძლება იყოს ამის მიზანი? როდესაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში ხარ და კიდე დამატებით ახალ რაღაცებს ქმნი, ხო? დიახ, ამას მე ვფიქრობ, აქვს ასეთი ახსნა, რომ მათ ხომ მქონდათ ილუზია ყოველ შემთხვევისთვის ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ამომრჩეველში და ქართული ოცნება ქმნიდა illuziას, რომ მაგალითად ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებული მოლოდინები როდესაც იყო, ხო, 20 იანვრამდე გავძლოთ და მე ყველაფერი დაალაგდება. ჩვენ მოგვისმენია მათი იდეოლოგების ინტერვიუები და იქ გამოშჭვივის ასეთი რამ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ჟარგონით რომ ვთქვათ, უნდა მივაწვეთ ბოლომდე ჩვენს ხაზს და მე რამეტი გზა ექნება დასავლეთს, ისინი აღიარებენ რეალურად არსებულ ვითარებას, ანუ de facto არსებულ ვითარებას ისინი მიიღებენ როგორც ასეთს და აღარ დაიწყებენ ბრძოლას. ამიტომ ეს ილუზია, როგორც ჩანს, მათთვის ბოლომდე არ არის განეიტრალებული. ისინი ფიქრობენ, რომ ეხლა წამოვიდა უმწვავესი სანქციები, მაგალითად, და შიგნით ჩამოშლის სერიოზული საფრთხე აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, ყველაზე მეტად ვინ ნერვიულობს, ნერვიულობენ ბიზნესმენები, იმიტომ რომ ვინ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც არ უნდა ისინი საბიუჯეტო, ასე ვთქვათ, და სახელისუფლებო კეთილგანწყობაზეც არ უნდა იყვნენ მიბმული და ხელისუფლებასთან შეზრდილ პროექტებს არ უნდა აკეთებდნენ, აქედან არ ქონდეთ უდიდესი შემოსავალი. მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს სანქციების შავ სიაში მოხვედრა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ ვეღარანაირი ინვესტიციის მოზიდვას და ვეღარანაირი შესაძლოა ტრანზაქციის განხორციელებასაც კი და ეს უმძიმეს პრობლემას უქმნის მათ. ის რომ მაგალითად აბსოლუტურად ანეკდოტური და ცოტა აი არ შეურაცხმყოფელი და ამაზრზენი გომელაურთან დაკავშირებით რაც მოხდა, ხომ? ის არის უმძიმესი სანქციების ქვეშ. გომელაურს აღარაფერი აღარ ეშველება, აღარასოდეს და არც მისი ოჯახის წევრებს სხვათა შორის. და ვინც მასთან საქმეს დაიჭერს მომავალში, ისიც შეიძლება, იმიტომ რომ მაგნიცკის ბუნება ასეთია, ხო? და აქ რა გააკეთეს? აი ამ რაღაცა გარემოცვისთვის თვალის ასახვევად, ხო? გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ვიცე-პრემიერის პოსტის მინიჭება და თითქოს ამით რაღაცნაირად უქმნიან იმას, რომ აი კი სანქციები მძიმეა, მაგრამ არა და თურმე ისიც გვითხრეს, რომ ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადახდილი ფულიდან მას რა ფინანსური ზარალიც მიადგება, ის ზარალიც თურმე ჩვენ უნდა აუნაზღაუროთ. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ შიგნით დიდი ნერვიულობა მიდის და ხვალ ვახტანგ გომელაური რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ვიღაცას გომელაურის უწყებაში აღარ მოუნდება რომ უკანონო დავალებები შეასრულოს. ჩვენ ხედავთ რა მძიმე რეაქცია აქვთ მათ, როდესაც საჯარო სექტორში ხედავენ წინააღმდეგობას და აი ამ დღეებშიც გაჩნდა ხომ ახალი სახელები და გვარები, რომლებიც აპროტესტებენ. ეს უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი და კარგად ჩამოყალიბებული საჯარო სექტორი. ამაზე ძალიან ბევრი ძალისხმევა არის დახარჯული და მათ შორის ძალიან ბევრი ფინანსური რესურსია დახარჯული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს სამსახურში და ფეხზე დადგომაში იხარჯებოდა და საჯარო სექტორი ამის ფუნდამენტია, ხომ? და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ რაღაცა მომენტამდე გაუძლეს, კიდე გაუძლეს, მაგრამ როდესაც ყველაფერი ცხადი ხდება, როდესაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია, მათ ვეღარ გაუძლეს და ძალიან ვაფასებ მე ამ ადამიანების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შესაძლოა ჩვენ უფრო ადრე გვინდოდა რომ ასეთი ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ეხლა გონიათ რომ აი ამ ახალი აგრესიით, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ წამოვიდა, რომ როგორმე ისევ ახალი ტალღა დაიწყონ საზოგადოების წინააღმდეგობის გასატეხად და ამით მოახერხონ ამ ძალიან მძიმე ამბის ფონს გასვა. მაგრამ აი როგორ გითხრათ რა, როგორც ზარქუას არ გაუვიდა და მის თანხმდ პირებს
ოდნავ დემოკრატიულ სიტუაციაშიც კი ის რაც ჩაიდინეს ისე ვერ გაუვა ბიძინა ივანიშვილს ეს ტრიუკები როგორც არ უნდა გადამალოს ფული როგორც არ უნდა გამოცვალოს ქონებების მფლობელები სადღაც მოინდომოს გადამალვა იმიტომ რომ დემოკრატიული სამყარო არის გამჭვირვალობაზე დაფუძნებული სამყარო და ისინი რამდენს ლაპარაკობდნენ ხო გახსოვთ გამჭვირვალობაზე გამჭვირვალობა სწორედ ეს არის რომ ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ დამალავს ვერც ერთ თეთრს და ვერც ერთ ქონებას რადგანაც ის ემსახურება რუსულ ინტერესებს, შავი ფულის ინტერესია ძალიან დიდი ოდენობით როგორც ჩანს ამ ყველაფერში ჩადებული და რუსეთი და შავი ფული საერთოდ განუყოფელია ხომ ერთმანეთისაგან და ბიძინა სწორედ ეს უნდოდა რომ საქართველოში შეექმნა რომ ქვეყანა ყოფილიყო უბედურებაში ჩაფლული თვითონ და მისი კლანი ყოფილიყო გაპარპაშებული მათ არც ფინანსური პრობლემები არ უნდა შექმნოდათ არც არანაირი პრობლემები და ამისთვის ძალაუფლება ჭირდებოდა აი მაშინ თუ ისე მოაწყო ყველაფერი ივანიშვილმა როგორც თავად უნდოდა ხომ აი რაც ახლა თქვენ დეტალურად ახსენით რა დაახევინებს მაშინ ამ კაცს უკან თურმე ამდენი წელი აი ამ მოცემულობის შესაქმნელად იყო ძალაუფლებაში და დღეს შექმნა ზუსტად ისეთი ქვეყანა როგორც წარმოედგინა თვითონ დიდრდება რუსეთთან კავშირები აქვს შავი ფულის წყალობით შეიძლება უფრო მეტ მილიარდებსაც შოულობს მისი თანაგუნდელები როგორც თქვენ თქვით ეს ტერმინი გაპარპაშებულები არიან და ვინც მას არ მოსწონს ან ციხეში ან რა ვიცი ქვეყნიდან უნდა გაიქცე ან ასე შემდეგ ხო რა არის მაშინ ის რაც დაასუსტებს ამ კაცს რომელსაც ის მოცემულობა შექმნა რაც უნდოდა ძალიან ცხადია რაც არის მას ხომ ასეთი სურვილი ქონდა რომ ის ფული რომელიც დასავლეთისგან გაჩერდა და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ჩვენს რეგიონებში რა ფინანსური რესურსიც იხარჯებოდა უდიდესი წილი სწორედ უცხოური დახმარებების იყო. როდესაც მოწესრიგებული გახდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები, რაღაცა ეზოებებსაც კი რომ აკეთებენ, რომელიც მართლაც ძალიან უხდება, ხო, პატარა ქალაქებს განსაკუთრებით ქუჩის განაპირა ამ ზღუდეებს, წყალ გაყვანილობის სისტემა და მაგალითად დღეს ხაშური უმძიმეს მდგომარეობაში დარჩენილი, იმიტომ რომ სამჯერ შეჭამეს თუ არ ვცდები ფული ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, სწორედ ჩვენი საერთაშორისო დახმარებით არსებული ფული და დღეს ხაშურში გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ გადათხრილია მთელი ხაშური და ფინანსები აღარ არსებობს, იმიტომ რომ გაჩერდა ეს დახმარებები და ძალიან ბევრი ასეთი ადგილი შეგვიძლია ვნახოთ, განსაკუთრებით ეს ეხება ასევე ჯანდაცვის პროექტებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებები მოდიოდა შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ თუ სხვადასხვა სოციალური დაუცველი ადამიანების კერძო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის და ასე შემდგომ ამას თავი დავანებოთ ვრცელი საუბრის თემაა. ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ მას მოსწონდა მაგალითად ლუკაშენკოს გზა, ხო? მოსწონს სხვა ისეთი ავტორიტარების გზა, რომლებმაც გაიარეს ასეთი რამ და ძალაუფლება შეინარჩუნეს, მაგრამ აბსოლუტურად მან ვერ დათვალა და ვერ გაუწია ანგარიში. მას ყოველ შემთხვევაში ეგონა რომ ძალიან მალე დამთავრდებოდა ეს პროტესტი. გახსოვთ, გაგახსენებთ მის წინა ინტერვიუს, როდესაც პრაქტიკულად დროში ჰქონდა დათვლილი, რომ ეს მოხდება, არჩევნების შემდეგ ეს მოხდება, მერე ძალიან მალე ეს მოხდება, მაგრამ ეს არ მოხდა ძალიან მალე. ძალიან დიდია პროტესტი საქართველოში, ლეგიტიმაცია შეიძლება იძახიან რომ არ ადარდებთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ 4-მა პოლიტიკურმა ძალამ სრული ბოიკოტი გამოუცხადა, ბოიკოტი არალეგიტიმურად სცნო პარლამენტი და ყველამ უარი თქვა მანდატზე, ხომ? რატომ არ ახდენენ ისინი მანდატების გაუქმებას? აი ეხლა დადგება თებერვალი, კარგი, აქამდე არ იყო სხდომები და ჩვენ ყველანი მოვითხოვთ რომ გაუქმდეს ჩვენი მანდატები, იმიტომ რომ ჩვენ დაწერილი გვაქვს განცხადება იმაზე, რომ მანდატები არ უნდა იყოს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იქ ცნობილი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც 100 ქვემოთ ჩამოვა, დღეს ისინი 99 არიან, ხომ? მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება აღარ შეეძლებათ. მაგალითად, თუ ეყოს ინდისი სახალხო დამცველს და გადადგა, როდესაც ყოველდღიურად ამდენ უკანონობას ხედავთ, ისინი ვეღარ აირჩევენ ახალ სახალხო დამცველს, იმიტომ რომ მას უფრო მეტი ხმა ჭირდება ვიდრე 99. იგივე შეიძლება ითქვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით და მთელი რიგი საკითხების მიმართულებით. ასე რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული დეფიციტი ლეგიტიმაციის, ბიძინა ივანიშვილის გარშემო ძალიან მძიმედ შეიკრა სანქციების რკალი, ბიძინა ივანიშვილს
აქვს შიგნით რყევა ძალაუფლების და საქართველოს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ამოუწურავი შიდა რესურსები აქვს, რომ ამით გაძლოს. ჩვენი ამოუწურავი რესურსი არის მხოლოდ დემოკრატია და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დაცვა ამ ქვეყანაში. ეს განაპირობებს მშვიდობას, ეს განაპირობებს სტაბილურობას. ბიძინა ივანიშვილმა რაც შემოგთავაზა, ეს არის სწორედ არასტაბილურობა, სამოქალაქო შფოთის შემოტანა ქვეყანაში და დაულაგებლობა საერთოდ ქვეყნის როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიკური და ყველა სხვა სახის ინტერესებში. ძალიან დიდი მადლობა.